დღეს ისევ ყველაზე ლამაზი და საყვარელი ადამიანი ყავს სტუმრად. და გავიცნოთ ახლა ეს ადამიანი ვინ არის ჩვენთვის. მე ისევ ამ გადაცემის წამყვანი კოტე ვარ და დავიწყოთ ჩვენი გადაცემა. მოდი გავიცნოთ ჩვენი პატარა სტუმარი, ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგონა და თუ შეგიძლია გითხარი შენი სახელი. ნინა. ნინა, რამდენი წლის ხარ? ეს რამდენია? 1 2 3. ხო? 3 წლის. ნინა, რა მაინტერესებს ახლა, იცი? შენ თუ დადიხარ ბაღში? შავნაბადას ბაღში დადის. ხანდახან დედა წამომეკავს, ხანდახან ილაკრი. აჰა. მეყავს ილაკრი და ირმა. ირაკლი და ირმა. ირაკლი და ირმა ვინ არიან? აბა გითხარი. ირაკლი ვინ არის? ირაკლი ვირთავს. ხა და ირმა ვინ არის? ირმა არის ირმა, მართალი ხარ. ხო. ეხლა შეგიძლია მითხრა ბაღში რითი ერთობი? თუ ყავს მეგობრები ბაღში? ყავს კალკია. შენი მეგობარია, ხო? და რას აკეთებ ხოლმე შენ მეგობართან ერთად? თამაშობ. რას თამაშობ? აბა მოგვიწევ. დედაშვილობანას. დედაშვილობანას. შენ ყავს ალბათ, ხო? შენ შვილი ხარ ხოლმე თუ შენ ყავს შვილი? მე მყავს შვილი. შენ ყავს შვილი და შენ ნიკა. აი, შვილსაც ნიკა ქვია. კიდე აბა რას გვეტყვი, რას აკეთებ ხოლმე შენ მეგობართან ერთად? ჩაჭველებ ჭამთე მეგობართან. საჭველსაც ჭამთ ესე იგი? არა მარტო გართობა. კვერცხი. აი, ძალიან გიყვარს ალბათ კვერცხი, ხო? თუ არა? მიყვარს. აჰა, კვერცხი. მაგრამ ყვითელი. ყვითელი. ის გული ალბათ, ხო? ხა. აჰა, ძალიანაც კარგი. კიდე რას მეტყვი? აბა რას აკეთებთ რითი ერთობით? გავიგე რომ თამაშობთ, ჭამთ და კიდე კიდევ საჭმელი მიყვარს. აბა რა საჭმელი გიყვარს? კატალეტი. კატლეტი. მეც მიყვარს. ხო, ეხლა იცი რა მინდა, ხო. შენი მეგობარი რამდენი წლის არის? აი. იცი? კიდა. 3. აბა. აბა? 4. აბა არ ვიციო. 4-ისა. არა 3-ის არის. არა 4. არა 3-ის. არა 4. კაი, მე ეს გავიგეთ ახლა მეგობარი ყავს რომელიც 4 წლის არის, მასთან ერთად თამაშობ, მიირთმევ საჭმელს და იქ მე როგორც ვიცი ბაღში კიდე ლექსებს ასწავლიან, სიმღერებს. მართალია? ერთხელ მე რომ ვიჯინებდი ნათიას ვლეკავდი. ნათია ვინ არის? ნათია საკყოლია, ძალიანაც კარგი. და ნათიას რაზე დაურეკე, რა უთხარი? როჩი ის თელში კაბას მეთქი გამომატანე და ხო და რა ვიცი ხო გამოგატანე და გამომატანა. ხო და სად გქონდა ის თეთრი კაბა? აქ გქონდა და ჩამოვიღო და თეთი ჩამოვიდა. თეთი? ხო. და ბაიმე ისე კაი გამახსენე ახლა შენ მე კაბებზე, როგორც ვიცი შენ ძალიან მაგრად გიყვარს კაბები, ესე პრინცესული კაბები გამოპრან. შავლები არ მიყავს. შავლები არ გიყვარს, აჰა. ძალიანაც კარგი მართალი ხარ. ისე ერთი წუთი წამოვდექი ფეხზე წამოვდექი. ნახეთ როგორი ლამაზი გოგო არის, ლამაზი კაბაცია. მოდი ერთი ჩემთან მოდი შენ. ხო და აბა არა მოტრიალდი აქეთ. აქეთ მოტრიალდი. ახლა შენ შეგიძლია მითხრა, აი ესე პრინცესა რო ხარ, პრინცესული კაბები რო გაცვია, ერთი რამე პრინცესული ლამაზი ლექსი მოგყვე. ჩიტონია. ხო დავიწყოთ. ჩიტონია ხაზე საუმულად გალობს. ისე მოდლაუღალია და ჩიკ-ჩიკით გამჩნობს. ყოჩახ.
მოდი ახლა ჩაგეხუტები, ძალიან მაგარი გოგო ხარ და მოდი ახლა კიდე ვისაუბროთ მეტაშინ. აქეთ მოდი. აი, ასე დავჭდეთ. კარგი. ძალიან მაინტერესებს თუ გიყვარს შენ მულტფილმები. აი თუ უყურებ ხოლმე და რომელ მულტფილმს უყურებ? მე ჩემ დედამ ხო გამაჩინა მელი და ხდა პრინცესა იყო მელი და გამაჩინა. ხო. ანუ პრინცესებზე გიყვარს ალბათ, ხო? შახვია მულტფილმები კიდე? ველიკას ქონდა დაბადების დღე და მეუტანე ყვავილები. იასამნის ფერი? ჩვენი სტუდიასავი? იასამანი. ვერიკო ვინ არის? ვერიკო მასწავლებელი ბაღში. ვერიკო და ის გასწავლის ხე? შენ არის ჩნო. მაპატიერ ვარ ვიცნობ და იქნებ ერთხელ გავიცნოთ. დავპატიჟოთ ჩვენთან სტუდიაში და გავიცნოთ, ხო? და ეს ვინ არის? ეს ვინ არის? ნია. ეს ნია არის? დათო. დათო. გავაფხურმა ჩიმღელმა ამელმა და იმელმა გავაფხურმა ჩიმღელა ამელმა და იმელმა აში ყოჩახ ძალიან მაგარი გოგო ხარ. ეხლა იცი რა მაინტერესებს ნა შენ თუ ყავს და ან ძმა მაგრამ მე კიდევ ძმა მყავს. ძმა ყავს? კიდევ. შენზე დიდია? ჩემზე პატარა. შენზე პატარაა. მე როგორც ვიცი და ჩიტმა ამბავი მომიტანა რომ შენ ძალიან დიდი ძამი კოკოლია. ეს ათიტი. ეს არის ჩიტი. ხო? შევიჭერ ჩიტი ხარ. არა, ჩიტი არ ვარ. ვой. ხო და მოდი ეხლა რა გავაკეთოთ იცი? შენ ძამი. და შილბილი თუნე გავიქცეთ ჩემ დედას და შენ უნდა მოკიდო ჩემ დედას თორეში უნდა გავიქცეთ და უნდა დავიჭიროთ. აი შენ როგორც მითხარი ვარო 3 წლის და დაბადების დღე როდეს გაქვს? შამაში. ახლა? ბიჭო არის რაღაცა ყველაფერი. არ ვიცი რა ვქნა. აი რა ვქნა მითხარი მომიყევი ხო და მომიყევი ახლა როდის გაქვს დაბადების დღე? მაისში. 2 მაისი თუ 3 მაისი? 2 მაისი. რა გინდა რომ გაჩვქონ დაბადების დღეზე? დათუნია გინდა რომ გაჩვქონ? იცი მე შენთვის მართლაც მაქვს ძალიან მაგარი საჩუქარი და მინდა რომ გადმოგცე ეს ჩვენთან სტუმრად რომ მოხვედი ძალიან მაგარი საჩუქარი დათუნა არ ვიცი ახლა სად არის მაგრამ გავიკოთ მე სად არის ამიტომ ახლა მე შენ გადმოგცემ ჩვენ საჩუქარს ეს არის უძალიან მაგრესი და ულამაზესი ნახე დათუნიან ეს იჭმეო ხოლმე არა ეს არ იჭმევა მაგრამ ამას მე ისე ვერ გადმოგცემ შენ თუ ამას სახელს ვერ არ დაარქმე ეს იყოს დათუნა ხო კი ბატონო აგერ ეს გამომართვი ძალიან ლამაზი საჩუქარი და ასევე მინდა გადმოგცე ძალიან კარგი ლექსები და გასაფერადებლები რომელსაც შემდეგ გადაცემაში შენ რომ მოხვალ ჩვენთან ერთ ლექსს მოგვიყვები ხო აქედან და გააფერადებ კიდევაც ხო აი ნახე როგორი ლამაზი ნახატებით არის ძალიან კარგი ლექსები არის და ხო მოგვიყვები მე დათუნია ვარ დათუნია ლაქვია დათუნია ხოდა ლაქვია დათუნია ხოდა ლაქვია ლაგინდა
შენ რა ქვია? ნინა. შეიძლება თუნია მეგობარი. უი, გამარჯობა დათუნია. მეც დათუნია აქენ შევდე. გავიცნოთ ერთმანეთი? კი, რა ქვია? დათუნია. ხა, სახელი. ანა. ანა ქვია თურმე. შენ რა ქვია? გიორგი. შედავალ ჯა. სად მიდიხარ მოდი ჩემ. ძალიან მიხარია რომ ჩვენთან მოხვედი სტუმრად და მინდა რომ ეხლა შენი შთაბეჭდილება გამოხატო ჩვენს მიმართ როგორ მოგეწონა ჩვენი გადაცემა და რა სიტყვი და რას გვისურვებ. ძალიან მომეწონა. ხო, ძალიან მოგეწონა და რა მოგეწონა ძალიან? ეს და ეს. მე არა. იგი ნუ მაგარი. მოდი ეხლა ჩამეხუტე, ეს ძალიან მომეწონა მე შენ. ძალიან კარგი გოგო ხარ და მიხარია რომ ჩემთან იყავი. მე როგორც ვიცი, რომ შენ ეხლა უნდა ჩაიცვა ძალიან პრინცესული კაბა აბანოც. და მოხვიდე ჩვენთან და უნდა გითხრა ლექსი, მე როგორც ვიცი. მაშინ ეხლა მე წავალ, დაგიმშვიდობები დროებით და შენ ძალიან გამოიპრანჭე ეხლა როგორც იცი ხოლმე და გითხარი ლექსი, კარგი? კარგი. სანამ ჩვენი ლამაზი პრინცესა ნინა იპრანჭება და რა თქმა უნდა ქალბატონებს ყოველთვის ძალიან დიდი დრო სჭირდება გაპრანჭვაში, მანამდე თქვენ დედიკოებო და მამიკოებო, თქვენ შეგიძლია მოიყვანოთ თქვენი შვილები. ამისთვის დაგვიკავშირდით ან მოგწერეთ Facebook-ის საშუალებით და ტელეფონის ნომერზე შეგიძლია დაგვირეკოთ. დედიკა მიყიდა ეს ლამაზი კაბა, განაალვა პრინცესას. ანავაი დაიტყო და მე მგელა უჩი საჩეკაო ჯენდე ჩემთან მოვა პრინცი მოვა და შემომახებს გარშჯადმ არის რაც შეკერთ უჩით რა თქმა უნდა ვარ